აფხაზეთიდან გამოყოლილი ნივთი რაღაცნაირად გიცოცხლებს და იცი რა, თითქოს რაღაც აფხაზეთის ნაწილი ინახება შენთან, აი ესეა. ჩვენ მსახიობმა თქვა ასეთი ფრაზა, რომ სოხუმის თეატრში ჩვენ პატარა სოხუმი და პატარა აფხაზეთი გვაქვს და აი ვცდილობთ რომ ეს შევინარჩუნოთ. ხან გამოგდის ეს, ხან არ გამოგდის. მე თვითონ არაფერი არ გადმომყოლია იქიდან, რადგან მე წამოსული ვიყავი ერთი კვირით ადრე, ვიდრე დაიწყებოდა სოხუმის ომი და მეც წარმოვიდგენდი ვერასოდეს საშინელ კოშმარშიც კი რომ მე იქ უკან დაბრუნება აღარ მომიწევდა. რამდენიმე ხნის წინ თითქოს ღმერთმა რაღაცა საჩუქარი გამოვიგზავნა და ხელთ ჩამივარდა აი ეს საოცარი რვეული, რომლის მიმართაც სიმხელა კრძალვა გვაქვს. აი ეს თითქოს ეს არის განსხეულება ჩვენი თეატრის ისტორიისა. აი ამაში და გაგიკვირდებათ და დათარიღებულია. ეს არის დასის გამგის ჩანაწერები, რომელიც აი დათარიღებული 1924-25 წლის სეზონი. წარმოგიდგენიათ? ჩემი პერიოდის კი არა, მაშინაც კი რომ გამიხარდებოდა სოხუმში რომ ყოფილიყავი და ეს რომ ჩამოვარდნოდა ხელში, მაშინაც კი გამიხარდებოდა და ახლა ჩემი სიხარულს წარმოგიდგენიათ შეუდარებელია ეს ჩვენი თეატრისთვისაც და ისედაც აი ეს ეპოქა ამიჭირავს ხელში. ეს არის დასის საზამთრო სეზონია წერია ამ წიგნს 24-25 წლის. ჯერ როგორ ლამაზად არის ეს თითოეული ასო როგორ დახატული. აი აქ არის თვე, პიესა, ვინ დაიგვიანა. აი გაცოცხლდა თითქოს ვინ არ იყო რეპეტიციაზე. აი აქ არის ყველაფერი აღნუსხული. სამწუხაროდ თვითონ დასის გამგის გვარი და სახელი არ არის, მაგრამ ამის მოძიება შეიძლება ალბათ და ამას გავაკეთებთ ჩვენ ხო რამდენად სასიხარულოა, მაგრამ რამდენად სევდის მომგვრელია. ნახეთ, აქ არის წარმოდგენა ნომერი 3, 16 ნოემბერი, ჟან და მადლენა. კომედია ორმოქმედებად, რაფაელის თავის მოქმედნი პირნი და ჩამოთვლილია და აქ მსახიობები ჯუღელი, დავითაია, ქართველიშვილი ერისთავისა, ქუთათელაძე, ქართველიშვილი, სიბილა, ქართველიშვილი, დავითაია, ადამიანი, აი ესე თურქია, სცენარიუსი, ანუ პიესის ავტორის სცენარიუსი, ქუთათელაძე, ჯუღელი. ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი და ეს ჩემმა მეგობარმა, რომელსაც აქვს ბუკინისტური მაღაზია, მან დამირეკა და მითხრა, რომ მოდი ჩემთან საჩუქარი მაქვს შენთვის რაღაცა, ვერც წარმოვიდგენდი რა საჩუქარი შეიძლება ქონოდა ისეთი, რომ ძალიან გაგიხარდებაო და მივედი და გადმომცა ეს. წარმოიდგინეთ, რამხელა გზა გამოიარა, რამხელა ცხოვრება გამოიარა ამ ერთმა რვეულმა, რომელიც ამხელა ისტორიას და ამხელა ადამიანების ბიოგრაფიას იტევს. რამხელა ეს ხომ არ არის ძვირადღირებული ნივთი, ან თუნდაც ძვირადღირებული ძვირფასი წიგნი, რომელიც ვიღაცას გადასცა, ათხოვა, ან აჩუქა და ეს გზა გამოიარა ვიღაცის ჩანთაში, ვიღაცის ნივთებში და მოხვდა თბილისში. ეს არის რვეული, რომელიც არავის არ ჭირდება გარდა იმისა, ვინც ამით ვისთვისაც ეს შეიძლება აღმოჩნდეს და იყოს ძვირფასი. და ეს გზა სოხუმიდან ვიღაცის ოჯახში, ვიღაცის წიგნების კარადაში, შემდეგ იმ ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს ძვირფასი ნივთია და მიიტანა კიდევ ბუკინისტების წიგნების მაღაზიაში და ბუკინისტების წიგნების მაღაზიის მფლობელი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს შეუფასებელი წიგნია, რომ ვერანაირ ფასით ამას ვერ იყიდი და ყველაზე დიდი ფასი ეს არის ის ემოცია, რომელიც შეიძლება ამ რვეულმა გამოიწვიოს ჩემში. აი ასე დამგვარად მე მაქვს აი ეს უნიკალური ნივთი, რომელიც შეიძლება ახლა ცუდს რამეს ვამბობ, მაგრამ იმდენად მენანება, რომ ჯერჯერობით ვერავის ვერ ვჩუქნი. და ალბათ ანდერძად დავიტოვებ და მე
თეატრსაც, ამ თეატრსაც კი ვერ ჩუქნი, ისეთი რაღაცები ხდება ამ ბოლო დროს კატაკლიზმები, ბუნებრივი თუ აი მინდა რომ იყოს ჩემთან შენახული და მე საიმედო ხელში მოხდეს. ეს იმას არ ნიშნავს რომ ახლანდელი ის ადამიანები ვინც დღეს თეატრში მოღვაწეობს არ არიან საიმედონი, მაგრამ რატომღაც მე ჩემს თავს ყველაზე საიმედო ადამიანად მივიჩნევ. რახან მე ჩამივარდა ხელში, ესე იგი ასე იყო საჭირო და როგორც გრალის მცველები არიან, აი ესე უნდა დავიცვა ეს ძვირფასი რვეული და მე ის მოხდება არქივში. ალბათ მისი ადგილი უფრო არქივშია, სოხუმის არქივში, რა თქმა უნდა. სოხუმის არქივში. აი ეს არის ამ წიგნის აი ესეთი პატარა მოკლე სასიამოვნო, მაგრამ თან სევდიანი ისტორია.